2026 წლის სექტემბრიდან Google უსაფრთხოების რეგულაციების საგრძნობლად გამკაცრებას გეგმავს, როგორც კომპანიაში აცხადებენ დეველოპერებს, რომელთაც Play Store-ზე აპლიკაციებს განთავსება ენდომებად სპეციალური შემოწმების გავლა მოუწევთ. პროცესის ფარგლებში მოხდება მათი სრული იდენტიფიკაცია. შესაბამისად, თუ რომელიმე დეველოპერი პლატფორმაზე თაღლით ურ აპლიკაციას განათავსებს, Google-ს შესაძლებლობა ექნება კონკრეტული პირების წინააღმდეგ სამართლებრივი საქმე წამოიწყოს. პირველ ეტაპზე Google-ის საიდენტიფიკაციო პროცესი ყველაზე პრობლემურ 4 ქვეყანაში ბრაზილიაში, ინდონეზიაში, სინგაპურსა და ტაილანდში დაიწყებს. 2027 წლიდან კი მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით ყველა დეველოპერს შეეხება. აპლიკაციების შემქმნელებს იურიდიული სახელისა და გვარის, საცხოვრებელი მისამართის, ოფიციალური მეილის, ტელეფონის ნომრისა და მთავრობის მიერ გამოშვებული პირადობის მოწმობის წარდგენა მოუწევთ. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების იმ იშვიათი პრეზიდენტთა შორის არის, რომელთაც თეთრ სახლში დაბრუნება არჩევნების ერთხელ წაგების შემდეგაც მოახერხეს. ამჯერად პრეზიდენტმა ოვალური კაბინეტის დიზაინში იმდენადვე რადიკალური ცვლილებები შეიტანა, როგორი რადიკალურიც მისი 2024 წლის საარჩევნო კამპანია იყო. ოქრო, ორნამენტები და ძვირფასი ნაკეთობები. ამ 4 სიტყვით შეიძლება შეფასდეს ის განახლებული დიზაინი, რომელზეც ტრამპის პირადმა დიზაინერმა ჯონ აიკარტმა იმუშავა. ალბათ არ არის გასაკვირი, რატომ უწოდებს მას ტრამპი ოქროს კაცს. ახალ ოვალურ კაბინეტში აქცენტი ოქროსფერ ფერზეა გაკეთებული. საპრეზიდენტო ემბლემაც კი, რომელიც ოთახის ცენტრში იატაკზეა განთავსებული, თითქმის სრულად ოქროსფერია. იგივე ფერთა გამა შეირჩა ფარდებისთვისაც, კედლებსა და ჭერს შორის დამაკავშირებელი შვერილები. ისევე როგორც ბუხარი ოქროს ორნამენტებით არის მოჩუქურთმებული. ოვალური კაბინეტის შესასვლელი კარების თავზე, თაღებს შუა, ქერუბიმების მინიატურულ ფიგურებსაც ხვდებით. აღსანიშნავია, რომ ძვირფასი ნაკეთობების სიმრავლისა და მოჩუქურთმებული კედლების გამო წამყვანმა ამერიკულმა მედია Fox News-მა ოთახი ფრანგულ ვერსალადაც კი შეაფასა. ოთახიდან გატანილია ცნობილი შვედური სურო, რომელიც ბუხრის თავზე იყო განთავსებული და ბოლო ათწლეულებში ოვალური კაბინეტის განუყოფელ ნაწილად იქცა. აღსანიშნავია, რომ სურო დეკორაციის ნაწილად ტრამპის წინა პრეზიდენტობისასაც გამოიყენებოდა. შვედური სუროს ადგილი ოქროს თასებმა და სხვა ნაკეთობებმა დაიკავა. ბუხრის თავზე კი ბაიდენის დროინდელი რუზველტის პორტრეტი სამხედრო ფორმაში დახატულმა ჯორჯ ვაშინგტონმა ჩაანაცვლა. აგვისტოს მეორე ნახევარში რუსეთმა ნავთობის ექსპორტი გაზარდა. მიღებული გადაწყვეტილებით რუსულ მხარეს სურს ამოავსოს ის დანაკლისი, რომელიც უკრაინული დრონების შეტევის ფონზე ნავთობის მილსადენების გაჩერებამ გამოიწვია. საუბარია გასულ კვირაში ეგრეთ წოდებული მეგობრობის იგივე დრუზბას მილსადენზე განხორციელებულ ორ დარტყმაზე, რომლის შედეგადაც სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობის მიწოდება სრულად შეუწყდათ. ასევე ნავთობის გადამუშავებელ ობიექტებზე დრონით მიტანილი ერიშებზე, რომელთაც ქვეყანაში ნავთობის გადამუშავების 17%-ით შემცირება გამოიწვიეს. არსებული ინფორმაციით, მომავალ დღეებში რუსეთი თავისი დასავლური პორტებიდან დღიურად 200,000 ბარელი ნავთობის ექსპორტს გეგმავს. რთულია იმის თქმა, რამდენად მოხერხდება გეგმის სისრულეში მოყვანა, რადგან უკრაინა რუსული პორტებისა და ნავთობის წარმოებასა და ექსპორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის დაბომბვას უწყვეტად აგრძელებს. ანექსირებულ ყირიმში ეგრეთ წოდებული პარლამენტი მუნიციპალიტეტებს ურჩევს, რომ ქუჩის მუსიკოსებს ღია სივრცეებში ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების და არამეგობრული უცხოელების სიმღერების დაკვრა აუკრძალო. ამის შესახებ ყირიმის ეგრეთ წოდებული პარლამენტის სპიკერი ვლადიმირ კონსტანტინოვი წერს. კონსტანტინოვმა ასევე დაამატა, რომ აკრძალვა უნდა გავრცელდეს იმ სახელმწიფოების მოქალაქეებზეც, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულად მოქმედებენ. კონსტანტინოვი ამ რეკომენდაციას კულტურული სივრცის მოღალატეებისგან გაწმენდის საჭიროებით ხსნის. ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში სევასტოპოლში ქუჩის მუსიკოსებს ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების რეესტში შესული მუსიკოსების სიმღერების შესრულება აუკრძალეს. ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი და ამერიკული ფეხბურთის ცნობილი სახეტრევის კელსი დაინიშნენ. მუსიკოსმა სიახლე ფანებს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დადებული პოსტით ამცნო. თქვენი ინგლისურის მასწავლებელი და სპორტ დარბაზის ტრენერი ქორწინდებიან. წერია გამოქვეყნებული სურათის აღწერაში. სურათზე სვიფტი და კელსი ყვავილებიანი ბაღის ფონზე ჩანან. პოპარსკვლავის საქმრო ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე და სუპერ ბოულის ორგზის ჩემპიონია. ის 1989 წელს ოჰაიოს შტატში დაიბადა და სინსინატის
ვერმონტის უნივერსიტეტის დაასრულების შემდეგ ცხოვრება პროფესიონალურ სპორტს მიუძღვნა. სპორტსმენობის მიღმა კელსი პოპულარული მისი ხასიათის გამოც გახდა. მან ექსტრავაგანტური და ხალისიანი ბუნებით მალევე მიიქცია ამერიკული საზოგადოების ყურადღება. 2016 წელს ის საკუთარი ეგრეთ წოდებული რეალიტი შოუს Catching Kelsey-ს წამყვანიც იყო. ნიშნობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის მამამაც გაავრცელა. ედ კელსმა თქვა, რომ ნიშნობის ღონისძიება ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მისურის შტატის ქალაქ ლის სამიტის ბაღში დახურულ გარემოში ჩატარდა. ნიშნობისთვის გამოყენებული ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მე-18-მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი დიზაინით შეიქმნა, Artiflex Fine Jewelry-ს დიზაინერმა კინდრედ ლუბეკმა დაამზადა.